დღეს გადაცემაში შესანიშნავი სტუმრები გვეყოლება. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც მეგობრებო. ანსამბლი შესანიშნავი შვიდეული. Tabzandit. მოგესალმებით. არ მინახი ხარ დიდი ხანი. როგორი დიდებული შემადგენლობა არის წარმოდგენილი დღეს გადაცემაში ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ძალიან გაგვახარეთ. მადლობა დაპატიჟებისთვის. რა ვზანებთ. ბატონო ნუგზარ, ესე იგი ბატონები ნუგზარ ერგემლიძე, ბატონი ნუგზარ კვაშალი, ბატონი ზურაბ კობეშავიძე, ბესო კალანდაძე, ბატონი კაკო ვაშალომიძე და ზურაბ ცისკარიძე კიდევ ერთხელ ბატონები და ბატონი მერაბსანოძე დაზვერვაზია კი ბატონო კალვერასთან ერთად ჩვენ ესე თამაშობენ მართლა შესანიშნავ შვიდეულს აი ფილმი რო იყო განთქმული მაგრამ კალვერა და სოტერო და ბოლომდეა გამჯდარი ასე რომ დღეს შვიდეული არა ვარ დღეს ვარ ექვსეული ანუ სექსტეტი სექსუალური ბიჭები ბატონო აგერო ცუდი რამე თქვი? არა, შემოგვიერთება აგერ. კი ბატონო. მოდი მეშვიდე იყავი დღეს შენ. მე? ხო. აზანეთ. უდიდესი პატივია, მადლობა ჩემო ბატონო, ძალიან გამიხარდა. დღეს შენ იქნებ მერაბ გაბუნია. მერაბ გაბუნია, კი ბატონო. ან გიორგი სანოძე. გიორგი სანოძე. აბა, ესე იგი, მითხარით ახლა ბატონებო, რო გაგვიხარდა და მადლობლები რო ვართ, კი ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ როგორ ბრძანდებით, როგორ მიდის საქმეები, რა ხდება შესანიშნავ შვიდეულში, როგორი ამბები გვაქვს? ბატონო ნუგზარ, თქვენ გითხარით, თუ გნებავთ და ყველამ რა ვიცი, სწორი გეზი გვიჭირავს. ახლა იდგამთ ფეხს ხო შოუ ბიზნესში. ისე სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ გვეუბნებიან ხოლმე, რომ ესო აი ეს დივან კრესლო რომ გამოცვალოთო რა რაღაცა რომ ვერ ვეტევითო და აი ნახეთ როგორი დივანი გვაქვს მთელი ქართული შოუ ბიზნესი ეტევა ამ ერთ დივანზე განაცვალე და ორ სკამზე ჩვენზე ლაპარაკი ჩვენ დავეტიეთ ხო და ორი სკამი და აი დივანი თავისი მიგენით რა ქვია საბარძლები და ადგილია ეს ჩემი ადგილია მოვა კი ბატონო ესე იგი ბატონო ნუგზარ კვაშალი დიახ თქვენ მოგმართავთ ანსამბლში ისეთი შემადგენლობა ხართ რაოდენობრივად რამდენიც არ უნდა იყოს წინ მხოლოდ ციფრი შეიძლება თორე შესანიშნავი ხო ყველა ვარიანტი დარჩება აბსოლუტურად კი აბსოლუტურად გეთახმები გენიალური აბარა მაგნიფისენტი სამეული ტრიო ხოლოს მარტო ვინც დარჩება გახსოვთ ეგ ძალიან დიდხანს არ იქნება სადაშორის შვიდეული რატო ჯერ ესეთი ფილმიდან გამომდინარე მე 7 ნოტია მე 8 დაგვერქვა რაღაც ციფრი ვიღაცა მოვიდოდა ახლობენ ნეპოტიზმი ამიყვანენ და გავხდებოდეთ ბოლოს 58 როგორც ხდება ხოლმე სუფრასთან იგრებება 3 კაცი და ბოლოს თავდება 200 კაცი საქართველოს ესეთია ბატონო ხო კი ბატონო ამიტომ ჩვენი ანსამბლი არის აშშ ანსამბლი შესანიშნავი შვიდეული კი ბატონო თან ეხა ამხანაგ ტრამპის მეთაურობა ამხანაგ ტრამპი ხო და შესანიშნავი შვიდეულის გარდა კიდევ თუ იყო ვერსიები სახელების მაგალითად იქნებოდა უბრალოდ განხილვაში რა სახელები საინტერესოა ვერსია იყო ის ბებერი ლომები იყო და ბებერი ლომები ეს ვინა ბებერი აი ეს მეჩხუბებოდა სულ არავითარ აბდოს გოგო ქალებს მოწოდათ აუ რა კაი სახე მოდი ბებერი ლომები შესანიშნავი შვიდეულს ეხლა ვისაც ფილმი უნახია კი მაგრამ ვისაც არ უნახია ბებერს კიდე სხვა რაღაცას მოაყოლებდნენ ხო იცი? ხო, ბებერი ძაღლები რა. გურიაში ლომები როგორაა ხო იცი გურიაში? არა. ქუხნის ლომები. ანუ ესე იგი მარტო ბებერი ლომები იყო ვარიანტ სხვა არ ყოფილა. მე არა, სხვა არა, რაღაცები იყო, მაგრამ აღარ მახსოვს. ეს უნდოდა ნუგზარ ძალიან. თქვენ ბატონო იცი ნუგზარი არ მალავს რომ ბებერია, ვერ მალავს, ვერა. ვინც მალავს აგერზე. არისო ლომებზე გამახსენდა, ფრანგები რო ჩამოდიოდნენ, გაიწიეთ მამლებო ლომები მოვდივართ და სამიტორი კი წავაგებთ. კი ბატონო. ნოტახები? ფრანგებთან რო ქონდა თამაში. ფრანგეთის ნაკრები, მამლები და ლომები. შესანიშნავი შვიდეულის სიმღერების ავტორი ბრძანდებით თქვენ ბატონო ნუგზარ. ერთის. ნუ ხო, ნუ ერთი პოპურის. ხო, ერთი. არა, ორის. არა, სამი, ხო, თქვი მაგრამ ბოლო.
იგო არის ეხა დღეს რასაც შევასრულებთ არის სხვადასხვა დინამოცა იქა. სხვათა შორის ჩვენ ავირჩიეთ ესე დღეს ძალიან ესეთი თემატიკაა რა. რა ბატონო. პოპური სიტყვა. ანუ კრებული. ქართულად პოპური რა ესეთია, კი ბატონო, მაგრამ კრებული სიმღერების უფრო ადვილად დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ თან ჩვენი ასაკობრივი მდგომარეობიდან რა შეზარვით. ჩემზე თქვენ. იქიდან პოპულები ამართებ, არა, მარტო პოპულები არ არის. ესო კალანდაძის. არა, მარტო პოპულები არ არის, ჩვენ კონცერტი. შესრულებული სიმღერების პოპურია. კი. ყველა თითო მომღერალმა დავირქვით ჩვენი პოპული. მაშალობიძე, ზურაც ისკარიძე, რასაც ღერო და არა, რა ხდება გეტყვი. დიახ ბატონო. პოპურები არის ესე იგი ერგემლიძის პოპური ვთქვათ, ხო? მე დავარქვით კობეშავიძის. რატო ამის სიმღერებიდან, ამის დაწერილიც არის და არა დაწერილიც. ვთქვათ, ჩემი ივერიული სიმღერების პოპურები, კალანდაძეს სამნამღერი პოპურები, ვაშალომიძეს კი ავამღერეთ. ზურაც ისკარიძე უკვე დიდი ხანია ჩვენთან არის უკვე საქართველოში 30 წლამდე ამერიკაში ცხოვრობდა. კი ბატონო. ბოლოს ლას-ვეგასში ცხოვრობდა, მაგრამ ლას-ვეგას მაინც თბილისი არჩერა ჩამოვიდა. კი ბატონო. ამეყოლ ლას-ვეგასში. თქვენ გირჩევთ ლას-ვეგასზე. ისე ბატონო ბესო, გურულები უფრო მეტნი ხართ ანსამბლში თუ ნუგზარები? 4-ია, 64. 4 გურულია და 3 არაგურული. 3 არაგურული. არა, გურული უფრო მეტი არის, ხო ბატონო? 3 ძმანი დაჭაგრული. შუტკაცში რო 4 გურული იქნება, ხო. თამწარე გურული. როგორ ბალანსდება? მე ეგ ამბავ, ახლა ის მითხარ. რევოლუცია მზადდება, რევოლუცია. ყურე 4 გურული და 3 იმერელი გამოდება. აი კი იძახეს იმერელი ვარო, მაგრამ გურულია მე მგონი. აი რა ისეთი ლაპარაკი აქვს. რა ხდება რომელი ბათუმში ვარ გაზდები. ბათუმში კი ვიცით, მაგრამ დედაც გურული ყავდა კაცო. ხო და ესე იგი მაინც გურულების კლასტერს მიეკუთვნებით თქვენ ახლა 4 კაცს ხوار ვაწყენინდა. ჯობია 3 ვაწყო. რა თქმა უნდა. აი გადაჯექი იქ. ასილი დაჯილი ბძანდები. როგორ ეთქობა პოლიტიკაში რო იყო. მეძახდა ბევრი გადმოჯექი ჩვენთან. მაგრამ ნურას თქვენთან დავჯექი. აჰა. ბატონო ბესო, თქვენ როგორც ვიცი, თავიდან გინდოდათ რომ ვერსია გქონდათ ესეთი მაკვარანცხი შვიდეული დაგერქმიათ ანსამბლს. ხო, ფიქრობდი ხო, იყო მაი ამბავი, მაგრამ შემდეგ გაიმარჯვა ბატონ ნუგზარის აზრმა აშშ და გაგვიმართა მე. აჰა. რატო? ხო. მისი იდეა იყო სხვათა შორის. ესე მახსოვს. მე ჩემი იყო. ხო. ხესანის შევიზრდა. მოსწრებული ხო აქ ახლა ის აზროვნება და ენაც მოსწრებული აქ ხო და მაკვარანცხია. რა ფილმზე ხა? თლიანად ფილმს ნუ მიენდობით, იმიტომ რომ იმ ფილმში ბოლოს 3 კაცს ხოცავენ, კლავენ. არა, 3 რჩება. სამი ციფრია ირჩია. ჩვენ ბაიგრე მერაშუა. ჩვენა ვარ, ჩვენ. არა. ერთად საუბარი. ჩვენ სხვა შვიდეული ვარ, სხვა. ეხა თან ჭიქებიც რომ ქონდეს, იცი რა გადაცემა გამოვა. ჭიქები არა, მაგრამ სანდომის ვაფლი მაქვს ბატონო ნუგზარ შემიძლია ამ ეტაპზე მეტი რა ვქნა ბატონო. სანდომიან ციხს ელოვა და არა, ნახეთ ბავშვობაში სულ მეგონა ეს რომ ესვოდა სანდომიანცი, ვიღაცა სამდომიანცი იყო. და აზარიანცი. პიროვნებაა ესეთი ვინმე. არა, ნახეთ ეხა და ლექს რო კითხულობ, ბაბატია. არა, ბრძანეთ ბატონო. ლექს რო კითხულობ სანდომიანცის და ვერ რო გადააბეს სანდომიანცის, კაზარიანცი. გეგონათ რომ ვიღაც ვინმე კონკრეტულად უნდა იყოს სანდომიანცის. ნო, და ეგ პაუზა უნდა იყოს და სანდომიან დუდუმცის. რა კარგია. შენ ბათუმიდან მოდიხარ თუ საიდან მოდიხარ გამოგები? ბატონო უზას ფოტოშოპ ბათუმიდან ჩამოვიდა. ნამგზავრი ვარ, ნამგზავრი. ნამგზავრი შვიდეული. არა, ნახეთ ამ ბატონო ბესო როგორ არის. მაკვარანცხი შვიდეული რომს დაგერქვა, დაუშვათ გაგეტანათ თქვენი, კი ბატონო. ისედაც უმეტესობა გურულები ხართ ანსამბლში და ახლა კიდე გურული სახელი უკვე ნამეტანი კიდე იქნება. მაგ ვარიანტი. ნამეტანი. შვიდნი გურჯანელნი რო დაგვერქვა. ამ შვიდნი გურჯანელს ბავშვობიდან ხო ყველა ვუსმენდა. მერე დამაინტერესა რა ხდება, იცი რა ხდება მან და მერე სანადი რო წავიდნენ და თურმე მოხუცმა აჯობა ყველას. აჰა. ტახის მოკლაში. და ბოლომდე არ მქონდა მოსვლილი და ამას წინად გავიგე, რომ მერე კაცმა აჯობა. თქვენ იცოდით? არა.
ჩვენთან მერიგასი რომელია? მერიგაცია. გურული ვეფხისტყაოსანი იცით, ერთხელ მოვყევი. ჩვენ რაღაცა სტუდენტი ვარ და რადიოში მაშინ უშვებდნენ, ხაზის რადიო იყო. და უშვებდნენ გურულად ვეფხისტყაოსანს. იყო არა მეცო სტევან მეფეხტი ზაგაციანი ივანელა მეფეო გაგეპარე გადაშალეს ამდენი ფუნქცია. გადაშალეს ბევრი ფურცელი. მე კლიპის სცენარი გავაკეთე, კლიპის სცენარი. ვეფხისტყაოსანი წიგნია ეგეთი, ჩანს კადრში, შოთა რუსთაველი და ქვემოთ არის 7 კაცა. აი ესენი 7 კაცა იყვნენ. ხო და ორმაგი გამოსახულებით. ახლა ესენი მღერიან. თან გადაიშლება ეს ვეფხისტყაოსანი და იწყება იყო არა მეცო სტევან მეფეხტი ზაგაციანი დინდამადერა ვარიელა წავა გადაშლა ორი ლამბარდანელა ერე საგაცა გაჩერდება და მეფეო გაგება სადაც და წავაგეთე აი და დამჯექ რუსთელმა გავლექს დამთავრდა აი რა არის წეგა სხვათა შორის ვინ მოიფიქრა ახლა არ ვის მაგრამ ეს რაც თქვით ახლა ძალიან კარგი იყო მე ზემრიელად ვიცი რადიოში და მოუძებნოთ ეგ ჩალაც ანსამბლი ვეფხისტყაოსანი რა არის ი ბატონო ეს ალანდაძის ვეფხისტყაოსანი წეგა კულისებში საუბრობდით ვედა ბატონო ნუგზარი და რეოს ეგი ხელოვნური ინტელექტიო საუბრობთ რომ ხელოვნური ინტელექტი აი ამას ახლა რასაც თქვენ თქმნით აი თუნდაც რაც ახლა ხდება ამას ხო ვერასდროს ვერ იძამს ვერც ერთი ხელოვნური ინტელექტი არა წინასწარ ხელოვნური ინტელექტზე შეკვეთა და იქიდან ლაპარაკი კაცი გამბავიურებია არა მეთქი რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტს დავაკეთე ყველაფერი არ შეუძლია ხელოვნური ინტელექტს ყველა ხელოვნური ინტელექტი ვართ ვითო დაგვაპროგრამეს თავიდან კაცობრიობა ქვია. ხო, მაგრამ ჩვენ გზნობები გვაქვს ბატონო და რაც ალბათ ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით არ აქვს და მე მგონი ესეთი ტემპით მივდივარ გზნობებში და გვაჯობებენ. ო, ეგეც ხوار დავარქვა დასამ ხელოვნური ინტელექტი. ახლა აზრები მაგარ ჯობია. ერთი 10 წლის მერე დავარქვათ გამოთაყვანება 2035. 10 წლის მერე აღგინა სიტყვების თამაში ხო მიყვარს. რამდენი კაც ვარე ახალგაზრდობაში ხაყვანს ქსევენ და მე გამოთაყვანს. ჩაუ ზაგებრიელად ვიცი. ბევრი თაყვანის სემისგან გამოთაყვანებულები. კი ბატონო. ბატონო გაკო თქვენ რაბოთ ესეთ რამეს რომ ანსამბლში ყველა ჟანრის მომღერალი გვყავსო. ესეთი რამ გაქვთ ნათქვამი. ჟანრის მომღერალი რა გითხრათ, მაგრამ ყველა მულტი მუსიკოსი არის. ყველა მიცის, აი, ბასი გვაქვს ჩვენი, დასატყვამი ინსტრუმენტი გვაქვს ჩვენი, გიტარები გვაქვს ჩვენი. აბსოლუტურად ანუ არ გჭირდება არავის მოწვევა, რომ ჩავატაროთ საღამო და კონცერტი. შეგვიძლია შევმცირდეთ ტრიო გავხდეთ, დუეტი გავხდეთ, მარტო დარჩეს ვინმე, ყველა შემთხვევაში მაინც ონიზიება დამთავრებულია. როგორ აიცი რომ ჩატარდება ეს ერთად, მე ერთი სოლისტი გადის, ორ სიმღერას მღერის. მე მეორე ისევ ერთად და ახლა შემეცოდა დავით ოქიტაშვილი, რამდენი ვარსკვლავი აქვს გასახსნელი ხდები ხალხი რა. აი, თავარია მაგან საძმოსაფლავი არ გაგვიხსნას. საწახვედი ახლა შენ ვერ გავიგებ. მე აგერ ვიძახი ახლა ამ დღეებში და არა, იმდენი ვარსკვლავი ერთად. ანსამბლი პალაშვილი რა. სხვათა შორის ეხა თქვენ ხო საფლავი საიდან მოდის სიტყვა იცი? რა? საფლავი. რა, საიდან? ფლავს რო ჭამენ ქელებში. იქიდან მოდის საფლავი. საფლავი, არ ვიცოდი. მივლენ ფლავი ხო არა იქ. სხვათა შორის თქვენ ხო ეხა ყავთ ანუ ანსამბლში ბატონო. მე იმათ უყურებ თუ ეცინებათ ესე კაია. და მე აბა რა ვშევი გასო. შენ აგება ძალიან იცინი. კი ბატონო, კარგი სწორება არის, მაგრამ ამ შემთხვევაში გულიანად ვიცინი. თუმცა ხანდახან ზურას ვათქვენ. ახლა მივალ რა გინდა დამანე კარგად თავარჩე. აი ჩუმი გურულია, ჩუმი. კი. ერთ სიტყვის, მაგრამ 10 როჯობია. 10 როჯობია. არა ზუსტად ეხა ვაპირებდი, მაგრამ უბრალოდ შევყევით საუბარს. 30 წელი ამერიკაში ცხოვრობდით, ვიცით ეგ ინფორმაცია და
ჩამოხვედით, ესე იგი ჩამოხვედით და პირდაპირ ანსამბლ შესანიშნავ შვიდეულში მოხვდით. რა უცნაურია რა, ამერიკიდან წამოხვედით საქართველოს და აქ მოხვდით შესანიშნავ შვიდეულში. ამათ მა შემაცდინა, ამათ. რა შეგაცდინეს ბატონო ზურაბ? არა. შო, დღეიდან ხუთეული ვართ. ემშო დამელია მათემატიკა. ხო, მაგრამ ის ხო უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ დაუშვათ, ესე იგი, შესანიშნავი შვიდეული, არ ვიცი ხა ამერიკაში ანსამბლი ყავს თუ არა. რვეული იქნება. არა ყავს, არა. არა ყავთ, თუ არა ყავთ. ეგეთი ანსამბლი არ არსებობს. 7 კაცები ჩვენგან მოდის, ჩვენგან. ჩვენია. 7 კაცა. ხო, მაგრამ ხოსასი ალბათ არ ყავთ, არ ვიცი, არა. მაგრამ ხო, არა, მე იმიტომ რომ კარგად გამოდის, რომ ამერიკაში ცხოვრობ 30 წელი და შესანიშნავი შვიდეული საქართველოში ბლოკნოტი. ხო? გაბატონო გზა? იცი არ და იმათ ვეუბნები. ხო, მაგრამ ჩვენც გითხარით, ჩვენც გისმენთ. ბლოკნოტი გავიგე ერთი მარტო. აგათ ვაიცი. ნოტებს დაგვიბლოკავენ და ვიქნებით ბლოკნოტი. ბლოკნოტებს დაგვიბლოკავენ და ვიქნებით ბლოკნოტი. ხო და რა რო გავხდებით ანსამბლში რვეული ვიქნებით. შუმერები ავსებდნენ 8 თიხის ფირფიტას. რო შეავსებდე იყავი განათლებული. იქედან არის 8 ეული. აჰა. 8 ეული. რვეული. ანსამბლი რვეული, კაი. ესე იგი, ორი კაც თუ დავემატებ 9 თვალამზე ვიქნებ. სცენარს საერთოდ აღარ მიხვდი, აქ ყველაფერი. უსპაზე ხანშესული კაცები რო დარბიან ისინი ვინ არის? რაზე? კუსტვაზეო. ხო, ხანში შესული კაცები და ვინ არის? სირბილს რო იწყებენ, სირბილს. ვინ არიან? ვინ არიან არა კაცო? რა ეწოდება? რა ეწოდება? მაგ პროცესო. და რა ეწოდება? სირბილი. სასაცილოთო მოსული. სამრელა. მე მოვიგონე სახელი ანსამბლი. ანსამბლი ვაი ჩვენ პატრონი. არა. ვაი ჩვენ სვენელს ჯობია. ანსამბლი მადლობა ღმერთს რომ ყავს, ასე უფრო ჯობია. კონტროლში ვიყავ. რა ბატონო? დაბადების დღეზე ვიყავით და ადგა ერთი სტუმარი გავიდა დაარტყა რაღაცა ლუჩიანო პავაროტის ხმით. ადგა მეორე სტუმარი გავიდა მე დუეტი ადგა. იმღერეს და ვიკითხებ სმენელი არის აქ ვინმე დაპატიჟებული. ყველა მომღერალი ყოფილა. აკაც მასე ხარ, აკაც. აქ სულ მომღერლებია ყველა. ხო, წინ მომღერლები არის. ვაიმე, ვერძე ოპერატორები. მე არ ვიცი, ესე იგი. მაგლა ღმერთი დაგვრჩები. ერთი რაღაცა რო გთხოვოთ შეიძლება? დიახ. ორი. ორი? ბატონო. ჯერ პირველ რიგში მართლა დედას გებიცებით, ძალიან ბევრი ვიცინე და დიდი მადლობა თქვენ რომ ფანტასტიკური სტუმრობა იყო. მე მეორე რიგში კიდევ უგრესი მადლობა იმისთვის რომ მოგზადით, იმიტომ რომ თქვენ ყველანი ცალკე აღებული ლეგენდები ხართ. მართლაც რომ და ეს ამას ბევრი დასტური და ბევრი ფიცი არ ჭირდება და ხართ ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის და თან ეხლა რომ ეს 7 ეულში შეიკარით კიდე ერთობლივად აღარ ვიცი ცალ-ცალკე ლეგენდები და 7 ერთად რო არის ალბათ მართლა შესანიშნავი 7 ეულია მეტი შესატყვისი მე არ მაფიქრდება და ძალიან გვიყვარხართ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის და ვერ გაგიშვებთ ისე გადაცემიდან რა ერთი სიმღერა რომ არ შეგვისრულოთ და ჩვენს მაყურებელს თუ დავდებთ პატივს. კი ბატონო, მერაბის გარეშე ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ მაინც შევძლებთ, იმიტომ რომ შენ ახარ ჩვენი დღეს მერაბი.